აი აქ ვარ ეხლა უგუღმარიქს მოვგზოთ და შემდეგ უკვე წაღმარიქში ხედავთ მხოლოდ აი შუა ეს ორნამენტი გრჩებათ. კარგით, აი ესე გვაქვს, ნახეთ, აი ესე გამოიყურება. ესე იგი, აქ წაღმარიგებში როცა შედიხართ, თქვენ მაინც გიწევთ აი ბოლო თვალიდან ამოყავთ ორი სვეტი, აქაც ბოლო თვალიდან, ესა პირველი თვალიდან ორი სვეტი. აი თავიდან იყო, რომ აქ ცალსაკე იყო თვლები. და ამიტომ ცოტა ის იყო, სადაც შევსულიყავი, მაგრამ შემდეგ რიგში უკვე ერთი თვალიდან ამოდის, ნახეთ, ერთი თვალიდან ზუსტად და მოკლედ არ იქნება პრობლემა, ხო? კარგით, ესე იგი, აი აქ ვართ, უკვე მოგხსოვეთ ესე იგი, 3 დავამატე, ახლა აქ ავით თუ ჩანს. აი პრინციპში შეიძლება კიდევაც შეატყოთ. აი, ნახეთ, აი დავიწროვდა და შემდეგ 1, 2, 3, აი ესე. ეს თვითონ ტანი ვიწროვდება. 3 თავისუფალი თვალი პლუს 1, ხო? არკა. ესე იგი, ჯერ 3 თავისუფალი თვალი ნიშნულს დავაბრუნებ და კიდევ ერთი ეს არკის ესე მოტრიალდით. ცოტას გავასწორებ, რომ კარგად გამოჩნდეს. აი ეს. ეხლა სვეტები გვაქვს. ესე იგი, ნახეთ, ორი სვეტი გაქვთ, ნახეთ სად არის. აი ორნამენტსაც ტოვებთ პირველ ორნამენტს და სვეტის თავზე პირველი სვეტი. მეორე სვეტი უკვე ორნამენტის თავზეა, უკვე ცენტრალური ორნამენტი რომ არის. ესე იგი, აი ამ ორნამენტს არ ეხებით. შემდეგ გაქვთ აი ეს სვეტი, აი ამ სვეტიდან ამოყავთ პირდაპირ. ესე იგი, 3 თავისუფალი თვალი, 1 კიდევ არკის და პირდაპირ სვეტის თავზეა, აი სადაც გაჩვენებთ. აი ესე. და შემდეგი სვეტი უკვე აი ნახეთ, ორნამენტი რაც მოდის შემდეგი აი იქ. ეხლა დანარჩენი ხედავთ, ჩვეულებრივ აი აქ არკიდან ორი სვეტი რო გამოდის, მაგათ შორის კიდევ ერთი თავისუფალი თვალი, აი ეს. აი აქედან დამოიყვანოთ ორი სვეტი. ერთი თავისუფალი თვალი, მეორე. ისევ ორნამენტში შევხვდით, თავზე, ორნამენტის თავზე. აი ესე, ნახეთ, აი ეს მოგხსოვე ახლა, უბრალოდ. ხო, აი ეს სვეტი მოგხსოვე ორნამენტის თავიდან, აი ეს. შემდეგ მომდევნო სვეტის თავზე ერთი თავისუფალი თვალი. აი ეს სვეტი, ამ სვეტის თავზე და ერთი თავისუფალი თვალი და ბოლო სვეტი გაქვთ. აი ეს ნიშნული სადაც არის, ხო, მესამე თვალში. აი აქ ნახეთ, რამდენი თვლები უნდა გამოტოვოთ, რომ დავიწროვდეს კარგად. გამოვიღებ ამას. აი ეს ნიშნულის თვალში, ანუ ეს არის მესამე თვალი, თავისუფალი თვლები რო გაქვთ 3. აი ეს. კარგით. ეხლა შემდეგი რიგი. ეს იყო უგუღმა რიგი, ხედავთ ესე. აქ ორნამენტები არ გაქვთ. აი ეს გავიარეთ. ეხლა ისევ 3 თავისუფალი თვალი პლუს 1 არკის. 1, 2, 3. ნიშნულს დავაბრუნებ. 1 თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით. ეხლა გსოვთ, აი ამ უკვე წაღმარიქს. ესე იგი, პირველი სვეტის თავზე სვეტი, რაც შეგხვდებათ. ანუ ეს ამას არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, აი მომდევნო სვეტი, აი ეს. აი აქ სვეტი. შემდეგ ორნამენტი, ჩვეულებრივ უკვე ორნამენტი, აქ მე მგონი ეს ფაქტიურად იგივეა, რაც თავიდან რო დავიწყეთ, ხო, გსოვა, ზუსტად იგივეა. ესე იგი, ორნამენტს გსოვთ 5 თვლიანს. და ჩადიხართ, აი აქ შუაში. ეს უკვე მხოლოდ შუა ორნამენტი გრჩებათ, ფრთიანი, ესე ვთქვათ, ხო? და ასე უნდა მოგხსოვოთ, აქ თუ გახსოვთ 7 ფრთა ესეთი ორნამენტი გჭირდებათ ერთმანეთის თავზე, სახელურისთვის, ხო? ეს სახელურის ადგილია უკვე, რომელიც არ მიეკერება ჩანთას. ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6. მოგხსოვეთ ესე იგი უკვე. აი აქ ახლა სვეტები. ეს უკვე მე მგონი, ხა თუ მომყვებით უკვე მარტივია. ესე. ისევ მეორე ფრთა ორნამენტის 5 თავისუფალი თვალი იგივე ადგილას ჩადიხართ. ესე. ესე 6 თვალი ნავადის გარეშე. 4, 5 და 6. ესე.
ეს კარგად მოატრიალებთ ხოლმე, იმიტომ რომ ტრიალებს ეს, როცა უზორი ისეთია, რომ ითხოვს ნაკსოვი, რომ მოტრიალდეს ხოლმე. აი ესე. კარგი, და აქ ვართ. შემდეგი სვეტი არის ერთი სვეტი უნდა გამოტოვოთ, აბა დააკვირდით. ეგ ამ სვეტს არ ეხებით, აი ამ. ესე იგი, სანამ მიხვალთ ნიშნულამდე, აი ბოლოს სვეტი რაც ხდებათ, აი იქ უნდა მოიყვანოთ. შემდეგ ერთი თავისუფალი თვალი აუცებად და ბოლოს ნიშნულის თვალში სვეტი. აი ესე და აი ეს ნიშნულის თვალი. აი აქ. მორჩა, ესე იგი ასე უნდა იმეოროთ ახლა უკუღმა და წაღმა რიგები. აი აქ საკმაოდ ისეთი ფართო ის რჩება. მოდით აქ შევხედოთ. ხო, აქ საკმაოდ დიდი ესეთი აი ესეთი ადგილი გრჩებათ, მაგრამ არა უშავს, ესე არის დაწვრილი, ესე იგი დავიწროება ესე მოითხოვს. ესე იგი ისევ ახლა ავამაღლებთ უკვე შემდეგ უკუღმა რიგზე გადავალ. ფაქტობრივად უკუღმა რიგი ისეთია როგორც აქ, მაგრამ მოდით მოვგსო უკუღმა რიგს და მე უკვე გაიმეორებ წაღმა უკუღმა. აი ამ ეხლა რა რიგიც მოვგსოვე წაღმა და ეხლა უკუღმას კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ხო? სამი თავისუფალი თვალი. ნიშნული დავაბრუნოთ მესამე თვალზე. კიდევ ერთი თავისუფალი თვალი. მოტრიალდით. ესე იგი. აი აქ ვართ, ხო? ამ არკას არ ეხები და პირველივე სვეტი, სადაც არის, აი იმ სვეტის თავზე, რაც ხდებათ, ხო? ეს ნიშნული კარგად დავამაგროთ. აი ესე. შემდეგ უკუღმა რიგში ვართ, ხო? ესე იგი, სვეტის თავზე სვეტი, ორნამენტში, შემდეგ აი შუიდან გამოდის ორი, ისევ ორნამენტში. მოგეთ კიდურა იმებში გჭირდება ერთი თავისუფალი თვალი პირველ და მეორე თვალს შორის და ბოლო ორ თვალს შორის. დანარჩენი ზუსტად იგივეა. აი ესე. ну როგორც თავიდან როგორც გსოვდით, სულ თავიდან რომ დავიწყეთ, ფაქტიურად იმას გსოვთ ახლა, იმიტომ რომ ისეთი უზორით უნდა დავაბოლოოთ. აი ეს ახლა ეს მოგსოვე. ორნამენტში კიდევ ერთი სვეტი და მერე თავისუფალი თვალი. აი ეს მომდევნო სვეტი, აი ამ სვეტის თავზეა. ერთი თავისუფალი თვალი და უკვე ნიშნულის თვალში. აი აქ. ეს გაითვალისწინეთ, რომ ნიშნულის თვალი და ეს ბოლო სვეტი. ამათ შორის კიდევ ერთი თავისუფალი თვალია, ანუ არკა გაქვთ, ნახეთ, არკის თავზე არკა სულ ესეა. აი მოვედი უკვე აი აქ. ახლა კიდევ ავამაღლებ უკვე წაღმა რიგს, ანუ აი ეს წაღმა რიგი, ეს იგივეა, რაც აი აქ წაღმა რიგი, ხო? შემდეგ უკუღმა რიგი აი ეს გააკეთეთ. აი ახლა ესეც უკუღმა რიგი იყო, მაგრამ აქ ცოტა წინა უზორი ცოტა განსხვავებული იყო და რომ არ აგერიოთ. აი ახლა როგორც მოგსოვე, ხო, უკუღმა რიგი, ასე გაიმეორებთ, აი როცა უკუღმა რიგში იქნებით კიდევ. და ესე მოგსოვეთ, სანამ არ გექნებათ, აი მხოლოდ ორი, ახლა ნახეთ. აი დაგვრჩა მხოლოდ ორი ფრთა. აი ესეთი გჭირდება 7, ხო, ესე იყო, მოდით თან შევხედოთ. აი აქ, ნახეთ, როგორ ქონდა. და გადავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შემდეგ დაიწყო უკვე 4, აი ეს 4 ფრთა გაჩნდა. კარგი, ერთი ფრთა, ესე იგი უკვე გვაქვს ესეთიო. უბრალოდ ერთი ორნამენტი, ორფრთიანი და ასე გავაკეთოთ, რომ დავაგროვოთ 7 და ბოლოს რაც ახლა ამ სახელორზე კიდევ იქნება, აი გარშემო უნდა შემოვუაროთ შემდეგ თვლებით ნამატის გარეშე. ფაქტიურად მარტივია, თქვენს კი გაართმევთ თავს ისე ვფიქრობ, როგორც ჩანთას შემოვუარეთ, გახსოვთ თითო რიგს შეესაბამება ორი კრესიკი, ნახეთ, ორი კრესიკი, აი ეს ცოტა შინდისფერი ფერით რაც არის. ესე გარშემო უნდა შემოვუაროთ. და აქ უნდა მივაკეროთ. ეს ნახეთ, მას როცა უკვე 7 ესეთი ორნამენტი გვექნება, ორფრთიანი, ხო? როცა დავასრულებთ, ეს მხარე და ეს მხარე, აი ნახეთ, ესე უნდა შევაერთოთ, რა თქმა უნდა, ხო? კი, ესე უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია აი ესე მე ხლა ესე ვფიქრობ, როცა მივაკერებთ, ჯერ ამათ ერთმანეთთან დავაკავშირებ და შემდეგ შემოულით, აი აქ ორი მხარე გვაქვს, ნახეთ, აი აქედანაც უნდა შემოვუაროთ ესე თვლებით ნამატის გარეშე. მერე აქედანაც უნდა შემოვუაროთ. აი ესე. და შემდეგ უკვე ერთმანეთს დავაკავშიროთ გვერდითი ნაწილი, აი ეს და თვითონ ჩანთის ტანი.
კარგით, მე მგონი ახლა უკვე მიხვდით, ხო? ახლა გადავალ მე წაღმარიგზე, ანუ მოდით აქ სად ვართ? აქ ცოტა ნაკლები რაოდენობა და კიდევ ერთი აქ გასათვალისწინებელი, რომ ხო, ახლა კარგია რომ გამახსენდა. ჩვენ 7 ორნამენტი იქ გვჭირდება, მაგრამ ნახეთ, ბოლო ორნამენტი აქ უკვე დავიწროებაა საჭირო. კარგით, ესე იგი 6 ორნამენტი გვინდა, აი ახლა როგორც გსოვთ, ესე უნდა მოგსოვთ მხოლოდ 6 ორნამენტი და აი როცა 6 ორნამენტი გექნებათ, აი ესეთი ნაკსოვით, ხო, ორფრთიანი ესეთი. მხოლოდ აი ესეთი 6 ცალი, ამის ჩათვლით. შემდეგ უკვე უღმარიქს ერთად მოგსოვთ, ნახეთ, დავიწროებაა. და მერე კიდევ ერთი ორნამენტი არის აი ეს კიდევ უფრო დავიწროებული. აი შემდეგ უკვე კონტაქტი იქნება იმ საწყის ნაკსოვთან, აი ამ ბოლოსთან, ხო? აი ამ ბოლოსთან. ზუსტად ასეთი უნდა იყოს ესე იგი სიგანე ამისიც, როგორც აქ აქვს. კარგით, ესე იგი 6, ხო? კარგია რომ ახლა შევამჩნიეს. 6 ორნამენტი უნდა დააგროვოთ, აი ესეთი. შუა ესეთი ორფრთიანი. და მე-7-ს მერე კიდევ ერთხელ მოგსოთ. კიდევ ორი რიგი გვექნება მოსაქსოვი და მე-7-ც მოიქსოვება. კარგით, ესე გააგრძელეთ, ხო? ნიშნულები გამოიყენეთ, ხომ ძალიან დაგეხმარებათ. კარგით. აი ხლა მე მაქვს 6, აი ესეთი ნახეთ. ხედავთ ხო, აქ გაქვთ 1 2 3 4, აი უკვე აქედან იწყება 2 ესეთი ფრთიანი ორნამენტები. 1 2 3 4 5 და 6. აი როგორც გითხარით, აი ბოლოს მოგსოვა წაღმარიგი, აი ეს ორნამენტით და ეხლა აი აქ ვარ მოსული. აი ეხლა ამ რიგს უღმარიგს მოგსოვთ და კიდევ ერთ წაღმარიგს. კარგით, აი ახლა 3 თავისუფალი თვალი და პირდაპირ ნახეთ, აქ არკა აღარა გაქვთ, აქ გახსოვთ, აი ხედავთ ყველგან არკები იყო, აქ პირდაპირ მომდევნო სვეტის თავზე გაქვთ სვეტი. ესე იგი 1 2 3, აქ კიდევ დავაბრუნებ ჯერჯერობით ნიშნულს და უკვე ბოლოს წინა რიგია, მაინც დაგჭირდება. ეხლა პირდაპირ თვალი ერთი ნამატით, აი მომდევნო სვეტში. აი ესე. ესე. ეხლა შემდეგი სვეტი ორნამენტშია, შემდეგ აი აქ როგორც გსოვდით, ფაქტობრივად უბრალოდ აქ არკა აღარა გაქვთ აი ამ ბოლო და პირველ ორ თვალს შორის. ესე იგი, ეხლა ორნამენტში. აი აქ შუაში ამ არკაში ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ სვეტი. ისევ აი აქ ორნამენტში, ხო? პირდაპირ სვეტში აქ და პირდაპირ ნიშნულის თვალში. ანუ ეს ბოლო სვეტი გაქვთ და აქაც აი ესე. აი ესე უფრო დავიწროვდა. ეხლა მოვედი აი აქ. აი ეს მოგსოვე ბოლოს 3 თავისუფალი თვალი. შემდეგი მომდევნო სვეტის თავზე ისევ სვეტი. 1 2, ეხლა ნახეთ, უკვე ფაქტიურად ბოლო რიგია და ფიქრობ, რომ პირდაპირ ხომ არ დავაკავშირო. ანუ ეხლა მე ორი აქ ხო 3 თვალი უნდა მოგსოვოთ და ფაქტიურად შეიძლებოდა აი ამ თვალთან დაკავშირება. ნახოთ, ხო, არა მგონია ჯობია რომ მოგსოვოთ ჩვეულებრივ და მე როგორც სპირალურად ვაკეთებ ხოლმე, მგონი ის ჯობია რომ ესე დავაკავშირო. ესე იგი 1 2 და მესამე თვალსაც ჩვეულებრივ გსოვ, ანუ კავშირს არ ვაკეთებ, ხო, კარგით. შემდეგ მომდევნო, ესე იგი ეს იყო აი ეს სვეტი, შემდეგი სვეტის თავზეა, ნახეთ, აქ კი არა, აი აქ. აი ეს ამ სვეტის თავზე ეს სვეტია, აი ამ სვეტის თავზე ახლა მოგხსოვთ მეორე სვეტს. აი ეს. შემდეგ მოდის ორნამენტი, ჩვეულებრივ როგორც გსოვდით, ხუთთვლიანი. აი აქ
ხო ეს ახლა ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო რომ აპირდაპირ არ დავაკავშირე, იმიტომ რომ ასე უფრო მოხერხებული იქნება. აქ 6 თვალი ნამატის გარეშე, როგორც მანამდე ვგსურდით. აი ესე, ხო, 1 2 3 4 5 6. შემდეგ შუაში 2 სვეტი. შუა მათ შორის ერთი თავისუფალი თვალია, რა თქმა უნდა. აი ეს ადგილი მოგსოვე, ისე ორნამენტი. 1 2 3 4 5 აგივე ადგილას ჩადიხართ. ეს უკვე მეშვიდე ორნამენტი იქნება, ეს ერთმანეთის თავზე ორნამენტებს რო თვლით ხოლმე, ხო? 2 3 4 5 და 6. ესე და ესე გაქვთ, ესე იგი 2 სვეტი გაქვთ ბოლოს წინაზე და ბოლო უკვე ნიშნულის თვალზე. აი ერთი სვეტი უნდა გამოტოვოთ, ხო? აი ამ სვეტს არიხებით. აი აქ შედიხართ, ხეთ? ერთი სვეტი და ბოლოს ნიშნულის. აი აქ. აი ესე. კარგით. აი ესეთი ნაკსოვი გვაქვს ახლა. საკმაოდ გრძელია. ესეც უნდა იყოს, ხო? მის მიხედვით რაოდენობა ქონდა რიგების. აქ ანამდვილად არ დაეტევა რო გაჩვენოთ, მაგრამ აი ესე გავივლი, აი ესე. ხო, საკმაოდ ლამაზია. კარგით, ესე იგი მორჩით, ხო? ეხლა მე ვფიქრობ, რომ აი პირველ და ბოლო აი ამ რიგებს დავაკავშირებ არა ორმაგი ძაფით, ან ესე იგი ეხლა მე არ მოვჭრი აქ, სადაც მოვედი. დავაკავშირებ ერთი წვერით, იმიტომ რომ საკმაოდ ისე მინდა შეუმჩნევლად რომ იყოს და აი ესე უნდა ჩასვათ. ესეთი ერთი წვერი მაქვს და ამ საკმარისია სავსებით და ცოტა პატარა ყაისნაღი, ესეთი ოდნავ პატარა, ესეთი 4.5 ესეთი მილიმეტრი. ეხლა ეს კი აქ ჩანს, მაგრამ არ გვჭირდება ეს და დავმალოთ, რა თქმა უნდა. აი ეს ჩავიტანოთ, შიგნით ჯობია და შემდეგ თვლებს შორის გამოვატარებ. ეხლა მოდით ჯერ ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ უკან წავიღე და ესე იგი ამას არ ვჭრით, ხო, იმიტომ რომ ეხლა გვერდით უნდა შემოვყვეთ და აი ეს ერთი ისეთი და ძალიან არც ისეთი გრძელი გჭირდებათ. აი რაზომაც გინდათ რომ ჩაკეროთ ხოლმე და ახობით ორჯერ გრძელი აიღეთ და სულ ეს არის აი ესეთი. ნახეთ. ეს საკმარისია. ესე იგი. მოდით აქ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და ამას მივამაგრებდი მაგალითად ამ ძაფის ბოლოს. კარგი დამაგრება გქონდეს. აი ეს. კარგით. ესე ეხლა აქ რა თქმა უნდა არ უნდა იყოს გადაგრეხვა, ესე ზუსტად პირზე კარგად მიადეთ. უps, მე დავმალავთ. ესე იგი ვიღებთ აი ამ წვერს, ხო, ერთ წვერს და ეხლა შეგიძლიათ, მოდით აქ მე მირჩევნიათ, რომ ნემსით. მაქვს მე ესეთი ნემსი, საკმაოდ ესე სქელ უმწიანი ესეთი, სადაც ადვილად გადის ესეთი საქსოვი ძაფები და პირზე დავადებ. ესე იგი, აქედან გამოდის, ხო, აი ესე. აქ ეხლა პირველი თვალი თქვენ აი აქ აკვთ, ნახეთ, სამი თავისუფალი თვალი რომ არის, ხო? მესამე თვალია თქვენი აი პირველი სვეტის თავი, ამიტომ ასე გააკეთეთ, ნახეთ, აი ეს პირველი სვეტი. პირველი სვეტი პირველ სვეტთან. შემდეგ აი ნახეთ, მეორე სვეტის ძირი, აქ მოდით აი ესე შევალ ორ კედელში. აი სპირალურად ვივლი. აქ შემდეგი სვეტი, აი აქ ხო ვიყავი, ეხლა აი აქ. ხონთ კარგად მოძებნეთ, გამოარჩიეთ. აი ესე. აქ შემდეგი არის უკვე აი ეს ორნამენტი. აი ორნამენტის თავში ესე. შემდეგ
აქ მოდის, აქ გახსოვთ იყო გამოტოვებული იყო ერთი თვალი, აი აქ, სანამ ორნამენტს ესე ამოვიყვანდით, უბრალოდ აქ ორი სვეტი იყო, ნახეთ, აი ორნამენტამდე ხედავთ, ხო? და აქ კიდევ სვეტი გაქვთ. აი ესე. მე მგონი კარგად ხედავთ, ხო, რომ ესე თქვენც გაიმეოროთ, მე რასაც ვაკეთებ. ეხლა აი აქ შუაში ეს, სადაც ორნამენტები თავს იყრიან და აქ კიდევ არკაში. აქ, მოდით ესე იყოს. შემდეგ აი გვერდითი ნაწილი, აქ ჯობია თვალში შეხვიდეთ, თვალთ არკაში ესე არა მირჩევნია რომ თვალში და აქ კიდევ სვეტის თავზე. აქ. აი ესე. შემდეგ აქ დაგვრჩა 1 2 3, აქ დაგვრჩა 1 2 3 კი, ანუ თითოს შევსავავთ ესე იგი აქ. და აქ კიდევ ორნამენტის თავი. შემდეგ ეხლა უკვე ცოტა დამეპატარავდა, მაგრამ მაინც მე მგონი აი ესე მეორე სვეტის ძირში შევედი. აქ კიდევ აი ამ სვეტის თავზე, ხო? ბოლოდან მეორეს თავს. და კარგით, ეხლა ნახეთ, ეს რახან ძალიან მოკლე დამრჩა სამწუხაროდ. მე მგონი კარგად არის ნაკერი. აი ესე შეგვიძლია ნახეთ, რახან პირდაპირ ყუნწით შესვლით, ყუნწით შევიდეთ. აი მე ბოლო სვეტის ძირი გინდათ. აი აქ პირველი თვალი, ხო, ეს თავისუფალი თვლები იყო აქ. და აქეთ კიდევ აი სადაც ამოდის თქვენი აი ეს ნახეთ, აი ეს მორჩა, აი ეს ბოლო დაგვრჩა ასეთი. შეიძლება პრინციპში მოვიჭიმოთ, იმიტომ რომ წესით არ უნდა ყოფილიყო ესე ძალიან. კარგით, აი საკმაოდ კარგია. ესენი რა თქმა უნდა დავმალოთ. ეს ბოლოები, ძაფის. აქ მოდით კვანძს გავაკეთებ მე მაინც, იმიტომ რომ ესე არ დავტოვოთ. და შეიძლება მე ეხლა უნდა შემოუაროთ ჩვენ თვლებით ნამატის გარეშე და ისინი საკმაოდ კარგად დამალავენ აი ამ ძაფის ბოლოებს, ეხლა რაც მივიღეთ, ხო? ну, პრინციპში იყოფა ესე. კარგი, დანარჩენს მე კიდევ დავმალავთ. ეხლა მოდით გაჩვენოთ, ესე იგი, სქემაზეც უკვე კი გაჩვენეთ, მაგრამ აი ესე ხედავთ, ყოველ რიგს აი ეს გვერდიდან შესანება 2 კრესიკი. აი სულ 100-ია, სულ 100 უნდა შემოვყვეთ, მოკლედ. ეხლა რახან აქ მოვედით, ჩვენ უკვე კარგად გილას ვართ, ხო? მოდით აი აქ მე კიდევ დავაკავშირებდი, აი მოპირდაპირეს, აი ესე. უფრო კარგი ის იყოს, ნახეთ. გლუვი დაკავშირება აი ესე. აი ესე. და ეხლა მე გავყვები აი აქეთ, ხო? აი ესე მიმართულებით როგორც ესე გსოთ ხოლმე და ესე იგი ყოველ რიგს შევსაბამეთ აქ ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის აუცილებლად და შემდეგ ნახეთ, აი პირველი ეს არის რიგი, ესე ვთქვათ, აი გვერდითი მხარე, ხო? ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. შემდეგი, აი ნახეთ, მომდევნო რიგია, ხო? ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე. აი ესე შემოყევით, ერთ მხარესაც უნდა გავაკეთოთ და მეორე მხარესაც საჭიროა ასეთივე, ნახეთ. ეხლა მე რო ესე შემოული, აი ეს აქ მოვალ, ხო? აი ესე გავყვები და ბოლოს მოვალ აქ. ასევე უნდა გავაკეთოთ მეორე მხარეს, ესე წრე, ხო? აი ეს. და ეს აი ბოლოები მაგ დროს შეგიძლიათ ჩამალოთ. კარგით, მე მგონი ამას თქვენს გაართმევთ თავს, 2-2 თვალი ნამატის გარეშე თითოეულ რიგს შევსაბამეთ. ესე შემოყევით.